გიმფას მე-10 საიუბილეო საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც 31 მაისს გაიმართა თბილისში, იქცა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალებისათვის. ღონისძიება წარმოადგენდა მულტიდისციპლინარულ დიალოგის პლატფორმას, სადაც განიხილებოდა თანამედროვე მედიცინის ყველაზე აქტუალური საკითხები, კლინიკური გამოცდილება, ინოვაციური მიდგომები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ტენდენციები. ამავე დროს ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა ქართველ ექიმებსა და უცხოელ კოლეგებს შორის პროფესიული ურთიერთობების გაღრმავებისათვის. ჯანდაცვის სტანდარტი თავისი გუნდით თავისთავად რომ წარმოდგენილი იყო აღნიშნულ კონფერენციაზე, BMG და საქართველოს საერთაშორისო სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია გიმფა დაპარტნიორდნენ და ჩვენ ადგილზე მოვაწყოთ სპეციალურად იმ დღისთვის გარე სტუდია, რომლის სივრცეშიც ქართველი და უცხოელი ექიმებისა და პროფესიონალების მოსაზრებები მოვისმინეთ. სწორედ ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის რომ ჯანდაცვის სტანდარტის დრო დავუთმოთ გიმფას პრეზიდენტს, რა სიახლეებს უნდა ველოდოთ ასოციაციისგან, რას ველით მათ შორის 21 საუკუნეში და რა უნდა გაითვალისწინოს საქართველომ. ასევე ჩვენი ინტერესის სფერო არის თუ როგორ უდგანან გვერდში დიასპორის წარმომადგენლები თავის ქვეყანას, რა პროექტებს ახორციელებენ ისინი, ან გეგმავენ საქართველოში. ყველა საჭირო კითხვაზე გვპასუხობს ალექსი ბაიდოშვილი, საქართველოს საერთაშორისო სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია გიმფას პრეზიდენტი. ალექს, პირველ რიგში გილოცავთ მე-10 ძალიან წარმატებულ კონფერენციას, საერთაშორისო ჯანდაცვის კონფერენციას, რომელიც საქართველოში ტარდება. ჩვენ პარალელურად, ახლა საუბრის პარალელურად, ძალიან ბევრი სესია მიმდინარეობს. მოდი მნიშვნელობაზე გავამახვილოთ ყურადღება, რას ნიშნავს ეს კონფერენცია საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის. ჩვენი ასოციაციას დაახლოებით 13 წელს წინ დაარსდა ევროპაში. საქართველოს საზღვრებს გარეთ მოღვაწე ქართველმა ექიმებმა გადავწყვიტეთ ამ ასოციაციის შექმნა იმის გამო, რომ ჩვენ გვინდოდა ერთობლივი ძალებით რაღაც წვლილი შეგვეტანა საქართველოში მედიცინის განვითარებაში. ალექსი ბაიდოშვილი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ნიდერლანდების სამეფოში. ალექსი ბაიდოშვილმა ამსტერდამის ბრიჯე უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ აიღო ნიდერლანდების სამეფოს ექიმის დიპლომი და შემდგომ ბრიჯე უნივერსიტეტის სამედიცინო აკადემიურ ცენტრში გაიარა სპეციალიზაცია პათოლოგიურ ანატომიაში. მედიცინის აკადემიური დოქტორის წოდება მას 2018 წელს ქალაქ ულტრეხტის უნივერსიტეტში ციფრულ პათოლოგიაში დისერტაციის დაცვის საფუძველზე მიენიჭა. ალექსი ბაიდოშვილი გახდა პირველი მეცნიერი, რომლის ხელმძღვანელობითაც ნიდერლანდების სამეფოში არსებული ლაბორატორია ლაპონი პირველია მსოფლიოში, რომელიც სრულად ციფრულ ტექნოლოგიებზე გადავიდა. ამავე ლაბორატორიაში ქართველი მეცნიერი ციფრული პათოლოგიის მიმართულებას ხელმძღვანელობს. ალექსი ბაიდოშვილი საქართველოში ხელმძღვანელობს პათოლოგიის მიმართულებას სამედიცინო ლაბორატორია მეგალაბში და ასევე არის დავით ტილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში პათოლოგიის პროფესორი. ალექსი ბაიდოშვილი საქართველოში ხელმძღვანელობს მულტიდისციპლინარულ ონკოლოგიის ბორდს და აგრეთვე ვიანის ონკოლოგიის ბორდს. იგი არის ასოციაცია ჯიმფას პრეზიდენტი, სადაც გაერთიანებულია საზღვარგარეთ სამედიცინო სფეროში მოღვაწე ქართველი ექიმები. აგრეთვე ალექსი არის საქართველოს პათოლოგთა და ციტოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი და ამჟამად საპატიო პრეზიდენტი. ასევე ალექსი არის ნიდერლანდების სამეფოს პათოლოგთა ასოციაციის წევრი. მის სახელს უკავშირდება არაერთი სამეცნიერო ნაშრომი და ინოვაცია, რომლითაც მან საერთაშორისო დონეზე გაითქვა სახელი. ჩვენ პირველი 2 წელიწადი ხშირად ვიკრიბებოდი და ჩვენი დისკუსიები იყო ძირითადად იმაზე, რომ რისი გაკეთება შეგვიძლია, როგორ შეგვიძლია გავაკეთოთ და ვცდილობდით, რომ ეს მეტნაკლებად დამოუკიდებლად გავაკეთებიეთ ჩვენს ქართველ კოლეგებთან ერთად, რომელიც საქართველოში მოღვაწეობენ. ერთ-ერთი ფორმა ჩვენი ურთიერთობის ჩვენ კოლეგებთან, რომლებიც ადგილზე არიან საქართველოში, იყო კონფერენცია. იცით, რომ კონფერენცია არის ძალიან ხელსაყრელი ადგილი იმისათვის, რომ ერთმანეთს გაუზიაროთ ჩვენი გამოცდილებები, ვილაპარაკოთ მედიცინის განვითარებაზე და წინსვლაზე. პირველი კონფერენცია ჩავატარეთ 10 წლის წინ, უბრალოდ 12 წლის წინ, 2 წელი კოვიდის წელი სამწუხაროდ ვერ გავაკეთეთ კონფერენცია გასაგები მიზეზების გამო. იყო 150 კაციანი კონფერენცია და იყო ძალიან წარმატებული. წარმატება იყო იმაში, რომ ეს სხვადასხვა სახელმწიფოებში, სხვადასხვა სამართლებში მოღვაწე კოლეგები დაждდნენ ერთად და ვლაპარაკობდით ერთ და იგივე თემატიკაზე, ვლაპარაკობდით ის შეგვიძლია ერთმანეთს დავეხმაროთ, რა შეგვიძლია ერთმანეთს ვასწავლოთ. ამის გარდა იყო ძალიან ბევრი საინტერესო იდეები ერთად ის რა პროექტების განხორციელება შეგვიძლია. ამის მერე რადგან ვნახეთ, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული კონფერენცია, ვეცადე რომ შემდეგი წლებიც გაგვგრძელებია და შეგვექმნა ტრადიცია ყოველწლიური კონფერენციის. მიხარია რომ ტრადიცია შედგა და წელს საიუბილეო კონფერენცია გვაქვს მე-10. ყოველ წელს ვიზრდებით
აი წელს 7-ზე მეტი მონაწილე არის ჩვენს კონფერენციაზე. როგორც იცით, სამწუხაროდ ყველა მსურველი ვერ დავატიეთ ამისი ფიზიკური საშუალებაც არ იყო დარბაზებში და რა თქმა უნდა ამას ფინანსებიც სჭირდება სათანადო. იმდენად კონფერენცია იმდენ პოპულარულია საქართველოში, რომ არც მონაწილეების პრობლემა გვაქვს და საბედნიეროდ არც პარტნიორების, რომლებიც ჩვენ როგორც ფინანსურად, ისე ყველანაირი სხვა საქმიანობაში გვერდჩგვიდგანან. მინდა გითხრათ, რომ თითოეული სესიის პროგრამა არ არის ჩვენს მიერ შედგენილი, ეს არის ერთობლივი პროგრამა. ვზივართ ერთად, როგორც ქართველი კოლეგები, რომლებიც მოღვაწეობენ საზღვარგარეთ, ისე საქართველოში, ისე ჩვენი უცხოელი კოლეგები. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პროგრამა იყოს პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს. ამან ყველაფერმა და განსაკუთრებით ერთმანეთთან ურთიერთობამ, ერთმანეთის ფიზიკურად ნახვამ, საუბარმა მოგცა იმის საშუალება, რომ ეს კონფერენცია წარმატებული კონფერენცია გამხდარიყო და მოთხოვნადი. ხო, ეს ამას წლებიც ადასტურებს, უკვე მე-12 წელია რაც იმართება, რიგით მე-10 ღონისძიება და კონფერენცია არის. მნიშვნელოვანია აქ, რომ გიმფას საბჭოს წევრების უმეტესობა არიან ქართული სამედიცინო დიასპორის წარმომადგენლები, აი მაგალითად როგორც თქვენ, საზა კაცარავა ჩავწერეთ სულ ცოტა ხნის წინ, ყველა ძირითადად მოღვაწეობთ და საქმიანობთ საქართველოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. იქიდან რა დაინახეთ ისეთი, რომ ქართულ ჯანდაცვის სისტემას სჭირდებოდა აი ასეთი გამაერთიანებელი ორგანიზაცია. ისიც ჩვენ ამ ბოლო წლების განმავლობაში აი ჩვენ აქტიური მუშაობით ჩვენს ადგილობრივ კოლეგებთან ერთად ბევრი გამოწვევებიც დავინახეთ, მაგრამ ბევრი დადებითებიც. ეს ისე არ არის, რომ საქართველოში ან სპეციალისტები არ გვყავს, ან მედიცინა არ ვითარდება. ნამდვილად ჩვენ ვხედავთ იმას, რომ მედიცინა აქ ძალიან კარგად ვითარდება, გვყავს ძალიან კარგი სპეციალისტები ადგილზე. ამ ბოლო წლებში ვხედავ, რომ ქართული სპეციალისტები დადიან ძალიან ბევრს საზღვარგარეთ კონფერენციებზე, კონგრესებზე გააქვთ პრეზენტაციებიც, ძალიან ბევრი სამეცნიერო ნაშრომებიც აქვთ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ახლა მე მაგალითად ჩემ მაგალითზე რო გითხრათ, სამეცნიერო განათლება საქართველოში მივიღე და ფაქტიურად ნოლიდან იგივე განათლება მივიღე ნიდერლანდების სამეფოში, ამსტერდამში, უნივერსიტეტში სამედიცინო. და კარგად ნახე რა არის განათლებაში განსხვავება. ამის გარდა საქართველოში ვმუშაობ და ასე ვმუშაობს ბევრი ჩვენი მმართველი რგოლის წევრები და გიმფელები მუშაობენ ასევე საქართველოში. და ვხედავთ, რომ ბევრი რაღაცები ერთნაირია, მაგრამ არის რაღაც განსხვავებები. ზოგჯერ საქართველოში პრობლემები არის შექმნილი არა სამედიცინო ცოდნის ნაკლებობიდან, არამედ მაგალითად კომუნიკაციის პრობლემებიდან გამომწვეული. მე მაგალითად ხშირად ვაკვირდები იმას, რომ ქართულ პაციენტს უფრო მეტი ყურადღება სჭირდება, უფრო მეტი იმის შეგრძნება, რომ ის იღებს მაქსიმალურ სერვისს სამედიცინოს. ამას მაგალითად მე როცა ვსწავლობდი საქართველოში კომუნიკაციას პაციენტთან და ეთიკას და ამ დაგვარებს ისეთი ყურადღება არ ეთმობდა. ნიდერლანდებში რო გასწავლიან სამედიცინოში გასწავლიან კომუნიკაციასაც. რა უთხრა პაციენტს, როგორ უნდა უთხრა? ყველაზე მეტად სჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანი არის. მე მესმის, რომ ბევრი პროფესიონალი თulis, რომ მე ექიმი ვარ, ძალიან ძლიერი სპეციალისტი ვარ და მე ვაძლევ კარგ სერვისს ჩემს პაციენტს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში კარგ სიტყვას დიდი წონა აქვს და ზოგ შემთხვევაში არანაკლები, ვიდრე იმ ცოდნას, რაც ამ სიტყვის უკან მოყვება. ამიტომ აი ესეთი რაღაც წვრილმანებში ზოგჯერ არის საჭირო გამოცდილების გაზიარება და ამ თემებზეც ერთმანეთთან საუბარი. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელ ქართულ ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა შეიძლება იყოს კომუნიკაციაც, ხო? ჯანდაცვის სექტორსა და პაციენტს შორის. დიახ, მე ჩემი მოსაზრება არის, რომ ეს ამის გარდა არ დაგავიწყოთ, რომ საქართველო არის პატარა სახელმწიფო. აქედან გამომდინარე, ბევრ დარგში ის იშვიათი დაავადებები, რაც არსებობს, საქართველოში არის ნაკლებად. ამიტომ სპეციალისტი როცა ყავს იმ დარგში, მას აქვს ნაკლები გამოცდილება, იმიტომ რომ ნახულობს ნაკლებ შემთხვევებს. მაგალითად ნიდერლანდებში, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობით საქართველოზე თუ არ ვწდები 5 ჯერ უფრო დიდია,
ეკაც არის ამის მოთხოვნა, რომ ბევრი სპეციალისტი იყოს კონცენტრირებული ერთ ცენტრში, რადგან მას სჭირდება ბევრი პაციენტი, ბევრი შემთხვევაში ნახვა, რომ თავისი ხარისხი ყოველთვის აამაღლოს. ამისთვის არსებობს რაღაც ცენტრები, სადაც რომ გქონდეს რაღაც დაავადება, შეიძლება ამსტერდამში იყო ალბათ, მაგრამ გაგიშვან ხრონინგენში, იმის გამო იქ გზის ის ერთი სუბსპეციალისტი. ამის ფუფუნება ჰოლანდიას, ნიდერლანდების სამეფოს, იმიტომ აქვს, რომ შედარებით დიდი სახელმწიფოა. მიუხედავად ამისა, არსებობს დაავადებები, რომლებიც იქაც ცოტა არის და მაგალითად ფრანგებიც კი ჰოლანდიელ სპეციალისტს ეკითხებიან, ან პირიქით ჰოლანდიელ სპეციალისტი ფრანგ ექსპერტს თავს საქმეში. ეს პრობლემა საქართველოში ძალიან აქტუალურია, იმიტომ რომ პატარა სახელმწიფო ვართ, ზოგიერთ შემთხვევაში ცოტა არის და გვჭირდება ის. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს ურთიერთგაცვლა, გამოცდილების ცოდნის. პლუს ეს networking guys ქსელური მუშაობა მათ შორის ევროპელ კოლეგებთან. იმიტომ რომ ეს იშვიათი დაავადება, რაც მაგალითად საქართველოში შეიძლება აღმოაჩინონ და არ იყოს იმის ექსპერტი საქართველოში, იმიტომ რომ ძალიან ცოტა გვაქვს, უნდა ქონდეს ამის საშუალება, რომ ევროპელმა ექსპერტმა დაეხმაროს ქართველ ექიმებს ამის მართვა და კურნალში ადგილზე. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხედავ, რომ ამ პრობლემების გამო არის ხშირი შემთხვევები, რომ ქართველი პაციენტები გადიან საზღვარგარეთ. დამერწმუნეთ, იმედი მაქვს, რომ ქართველი პაციენტს გვიყურებს თქვენს გადაცემას უყურებს. მინდა უთხრა, რომ ეს მეცნიერულთა დასაბუთებულია, რომ თუ გინდა რომ შენი მკურნალობა იყოს შედეგიანი, უნდა იმკურნალოს შენს ახლო და ნაცნობ გარემოში. ანუ საქართველოში მკურნალობა პაციენტის გაცილებით უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე იგივე პაციენტის მკურნალობა გინდაც ნიდერლანდის სამეფოში და გინდაც თურქეთში. რაც უნდა განვითარებული იყოს ქვეყანა. ზუსტად. მთავარია რომ საქართველოში ის სერვისი მიეწოდოს იმ პაციენტს სათანადო და ის გაცილებით უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე იგივე სერვისი მიეწოდოს საფრანგეთში ან ნიდერლანდებში. დიახ, იმიტომაც ცდილობენ ჰოლანდიაში არა მარტო იმას, რომ ჰოლანდიაში დატოვოს პაციენტი, არამედ თავის ქალაქშიც ეცადო რომ ადგილზე მიატოვოს სერვისი, იმიტომ რომ გაცილებით უფრო წარმატებულია. ჩვენ გვინდა რომ ხელი შეუწყოთ ერთ-ერთი პროგრამა აქვს ჩვენს ასოციაციას, SOS-ი ქვია, Second Opinion Service ვეძახით, რომ ჩვენ გვინდა რომ ექსპერტები ევროპიდან ჩავთვალოთ ქართველ პაციენტების მკურნალობაში ადგილზე, მათ დაეხმაროთ თავად ქართულ კოლეგებს. იმაში თუ რაღაც არის ძალიან სუბსპეციალისტური და ძალიან საექსპერტო და მათ მართონ კარგად პაციენტი საქართველოში უცხოელი ექსპერტების დახმარებით. ეს გაცილებით უფრო შედეგიანი იქნება. ამიტომ გვინდა რომ ამ პროექტს ეს პროექტი ბოლომდე მივუყანოთ და განვახორციელოთ. აი ესეთი რაღაც გამოწვევები არის საქართველოში, ლოგიკური გამოწვევები არის. ეს იმიტომ არა რომ აქ განათლება არ ვარ და რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ამის მოდელები ევროპაშიც არსებობს, იმიტომ რომ ევროპასაც აქვს იგივე გამოწვევები პატარა სახელმწიფოებს, ევროპაშიც იგივეა. თავისთავად. თუმცა ამ ყველაფრის სისრულეში მოსაყვანად ჩვენ შეგვიძლია ახლა ჩვენს საქმიან მაყურებლებსაც ვუთხრათ, რომ გიმფა და BMG-ს ტელეგადაცემა ჯანდაცვის სტანდარტი დავპარტნიორდით 2025 წლიდან უკვე და ჩვენი ერთობლივი ამ საქმიანობით შეგვიძლია რომ უფრო ფართო საზოგადოებას გავაცნოთ გიმფას იმ შესაძლებლობების შესახებ, რასაც საქართველოშიც და მათ შორის ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში აკეთებს და ატარებს. შესაბამისად, თქვენით რომ მოვუყვეთ მაყურებლებს, რა შეიძლება რომ მივაწოდოთ ჩვენ ერთობლივად და ცხადია იმ გეგმებზე შემაჯამებლად გკითხავთ, რაც არის გიმფას საბჭოს და გუნდის იდეებში და გეგმებში. მოდით თქვენ ამ ორ კითხვას გავაერთიანებთ და ისე გიპასუხებთ. ჩვენ რამოდენიმე პროექტი გვაქვს, რომელსაც ახლა ვახორციელებთ. ეს პროექტები ისე და ისე გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ ამ კონფერენციებზე და შეკრებებზე ერთად მივიდით იმ დასკვნამდე, რომ რაღაც საკითხებში შეგვიძლია საქართველოში ძალიან კარგი პროექტი გავაკეთოთ. ეს პროექტი ვერ განხორციელდება იმის გარეშე, თუ პაციენტამდე არ მივა ეს ინფორმაცია და თუ არ მივა იმ სპეციალისტებთან, რომლებიც საქართველოში არსებობენ. ჩვენ გვინდა რომ ხელი შეუწყოთ მათ, რომ მიიღონ მაქსიმალურად კარგი სერვისი. ამ პროექტების განხორციელებაში სასურველი არის, რომ ინფორმაცია პერიოდულად მიეწოდოთ როგორც პაციენტს, ისე სხვადასხვა კლინიკებს, სხვადასხვა სპეციალისტებს. ამაში შეგვიძლია რომ ერთობლივად ძალიან დიდი როლი ვითამაშოთ. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი არის ამ ყველაფრის გახმოვანება. ეს ალბათ ის ფორმა არის, რითაც ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს ხელი შევუწყოთ. მთავარია ქართულ პაციენტს ხელი შევუწყოთ. ჩვენი ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც წელს სავარაუდოდ უკვე დავიწყებთ, სიამოვნებით მოვალ და კიდევ უფრო მეც ვილაპარაკებთ ამ პროექტზე და მივაწვით თქვენი საშუალებით პაციენტებს ამ ინფორმაციის როდის საშუალება ჩდება, თუნდაც აი ეს SOS-ის
პროგრამა, საჩეულიათ მივიდნენ, შეუულიათ დაზებრონ ინტერნეტზე ეს ვებგვერდი, როგორ შეუულიათ ატვირთონ თავიანთი შემთხვევები, რომ უცხოელმა ექსპერტებმა გადახედონ და ამის გარშემო ინფორმაცია შეგვიძლია რომ ერთობლივად მივაწვდეთ. და გეგმები 2025 წლის რა არის გიმფას თავად გეგმებში და მიღწევებში? აი წელს ეს ერთ-ერთი პროექტი, რომელიც მინდა განახორციელოთ, მეორე პროექტი კიდე ერთ-ერთი მულტიდისციპლინარული მიდგომა ერთ-ერთ დაავადებასთან, წინასწარ მაინც ვცდილობთ რა არ ვთქვათ, იმიტომ რომ არ გამოვიდეს მე უხერხულია, მაგრამ დიდი ვარაუდის გამოვა ჩვენ თანამშრომლობთ სხვადასხვა საავადმყოფოებთან, ამ ორ პროექტს და აუცილებლად განვახორციელებთ. ამის გარდა ჩვენ ხელს უწყობთ, როგორც იცით, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფო, რომელიც არის საქართველოში, მას რომ ეს სერვისი განსაკუთრებით იმ იშვიათი დაავადებების სერვისი, რომელიც საქართველოში ზოგიერთ ბავშვს ემართება სამწუხაროდ, რომ ამ შემთხვევაში მიიღოს ექსპერტული რჩევები უცხოეთიდანაც და მართვაც მოხდეს უცხოელი ექსპერტების ჩართვით. ამის გარდა ნიდერლანდებიდან საერთაშორისო ონკოლოგიური ბავშვთა ცენტრიც უკვე საუბრობს იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოსთან და ამზადებენ უკვე მემორანდუმს და ხელი მოეწერება, რომ ზოგიერთი რთული ონკოლოგიური შემთხვევაში ჩავთოთ უცხოელი ექსპერტები, რომ ჩვენ ქართულ კოლეგებს დაეხმარონ მართვაში, დიაგნოსტიკაშიც და ასე შემდეგ. აი ეს ორი პროექტი კი აუცილებლად განხორციელდება და წელს 1 ნოემბერს ქალაქ მადრიდში კიდე ჩავატარებთ ჩვენს კონფერენციას. ეს ტრადიციული ყოველწლიური კონფერენცია არის, რომელსაც ჩვენ ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოებში მართავთ. და წელს მადრიდში ჩატარდება საქართველოს საელჩოს ტერიტორიაზე, ჩამოვლენ ბევრი ჩვენი კოლეგები სხვადასხვა სახელმწიფოებიდან. ანუ იქაც გაერთიანდება დიასპორა როგორც საქართველოში. იგივე მოდელია, უბრალოდ ის უფრო პატარა მასშტაბის ვაკეთებთ იმის გამო, რომ იქ ჩამოდიან წმინდა სპეციალისტები, რომლებსაც გეგმავენ რაღაც პროექტების გაკეთებას, იქნება ბევრი პრეზენტაცია, ძირითადად ვილაპარაკებთ პროექტებზე, რა პროექტები შეგვიძლია ერთად განვახორციელოთ და ვეცდებით, რომ შედეგიანი იყოს ეს წარმატებები ყველა თქვენს მიზანში და თავისთავად რომ ჯანდაცვის სტანდარტი მუდმივად გიმფას გვერდით იქნება და ყველა იმ სიახლეს და გეგმას გააშუქებს, რაც პირველ რიგში საქართველოს ჯანდაცვის სისტემას გამოადგება. მადლობა თქვენი დროისთვის. დიდი მადლობა თქვენ.